მე ვარ ნატალია აბულაშვილი, ქუჩის ბავშვების პროექტის კოორდინატორი. აქ მუშაობ 21 წელი. ეს პროექტი დავიწყე ჩემ მეგობართან ერთად 2002 წელს და მას მერე აქ ვარ. მოტივაციას რასაც მაძლევს ეს 21 წელი ის არის, რომ მაქვს ღმერთის მოწოდება, ვემსახურო ღმერთს და ვემსახურო ამ ბავშვებს და ამ ბავშვების სიყვარული. მე ვარ ალიონა ნოზაძე, უკვე თითქმის 20 წელია რაც მუშაობ ამ პროექტში. და სხვადასხვა პერიოდებში სხვადასხვა საქმიანობას ვეწეოდი, ბიბლიის გაკვეთილებსაც ვატარებდი, ხელსაქმეს, თამაშებს და ასე შემდეგ ვემსახურებოდი ამ ბავშვებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში მოვხდი და ეს ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და არც წარმომიდგენია ამ ბავშვების გარეშე ჩემი ცხოვრება. მე ვარ რომო. ოჯახის წევრი სულ ახალხანს გავხდი რამოდენიმე თვე არის. თავიდან ვცდილობდი რომ ბავშვების კეთილგანწყობა მომეპოვებია. ამ ეტაპისთვის მე ვარ ბიბლიის მასწავლებელი და უფრო მეტად ვფიქრობ ურთიერთობის მასწავლებელი ვარ, იმიტომ რომ ბავშვებთან ახლო მეგობრული ძმური ურთიერთობა მაქვს. მე ვარ მერი მაზანაშვილი. ძალიან მომეწონეს ბავშვებთან ურთიერთობა. ამ ბავშვებს გარეთ ქუჩაში რო ვხედავდი, სულ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ აქ რაც გავიცანი ეს ბავშვები, რაც ამათთან ურთიერთობა დავიწყე, სულ სხვანაირები არიან, თურმე ისეთი სითბო სჭირდებათ, ისეთი ურთიერთობა. რავი, თითქოს რომ რაღაცა უჭირთ, რაღაც ფარველობისავით გამორბიან. აქ კბილიც რო სტკიოდეთ, აქ მორბიან კბილიც, თქვია, რაღაც გაციებული ვართ. ჩემთვის ყველაზე მთავარი мотиваცია არის ამ ბავშვების სიხარული. როდესაც რაღაცას ვაკეთებთ და ვხედავ, რომ ბავშვს უხარია, ბედნიერია თავისი ნაშრომით, ჩემთვის ეს არის ყველაზე მაღალი შეფასება. თითქოს მანამდე ეს ბავშვები სხვაგან რაღაც ვერ გრძნობენ ამ ადამიანურ ურთიერთობას, ადამიანებისგან სიყვარულს. ეს ყველაფერი აქ ხდება მათთვის. არიან დიდებიც, რომლებიც ბავშვური პერიოდი არ აქვთ გავლილი, აქ თითქოს ავსებენ ამ პერიოდს, რაღაც ხატავენ, რაღაც ხელგარჯილობა, კიდე სწავლობენ, ამბავს სწავლობენ, არ აქვთ სკოლაში მიღება განათლება. ყველანაირად ხდება მაგათი ცხოვრების აქ შევსება ბავშვების პერიოდიდან დიდების პერიოდამდე. ძალიან მიხარია ეს პროექტი, რომ არსებობს, რა ვიცი, ლოცულობ, რომ დიდი ხანი კიდე იარსებობს და ვემსახუროთ ისევ ამ ბავშვებს. თითოეულ ბავშვს ნებისმიერი ასაკისას ვინც კი აქ მოდის, მართლა საკუთარ ძმა და დედა ყვიქვამ და ზოგიერთი მათგანი იმდენად საყვარლად იქცევა ჩემთან, რომ თავს მართლა მათ ოჯახის წევრად მაგზნობინებენ. ვცდილობ, რომ თითოეულ მათგანს შევქმნა განწყობა და აზრი იმისა, რომ აქ მოდიან სახლში, არიან დაცული და მათთვის ვართ რაღაც თავშესაფარი. ვცდილობ, რომ მეც სათანადო ძმობა გაუწიო თითოეულ მათგანს. ჩვენი ცენტრი გახსნილია კვირის განმავლობაში და ბავშვებს შეუძლიათ მოვიდნენ დღის განმავლობაში. მშიერი ბავშვები არიან, ამიტომ მთელი დღე რაღაცა ასწავლო, მშიერ ბავშვს ვერ ასწავლი. ამიტომ თავიდან უმასპინძლდებით ჩაი, კალბასი, პური და შემდეგ თამაშები გვაქვს. შემდეგ გვაქვს ხელგარჯილობის გაკვეთილი, ან მათემატიკის გაკვეთილი, ან ქართულის გაკვეთილი, ყოველ დღეს სხვადასხვა გაკვეთილები გვაქვს, ბიბლიის გაკვეთილი და ბოლოს ცხელი სადილი, უმასპინძლდებით და სადილის შემდეგ ბავშვები მიდიან. პროექტში ვართ 4 მასწავლებელი, იგივე 4-ვე მომსავე, თან ვემსახურებდი, თან მასწავლებლები ვართ. მე მაბარია მათემატიკის გაკვეთილები, მათემატიკას ვასწავლი. და ასე ზოგი თითქოს თავიდან სწავლობს 10-მდე დათვლაც არ იცის, ზოგმა რაღაცა ეტაპი გავლილი აქვს, იციან 100-მდეც, მიმატება, გამოკლება. რაღაცნაირად ვეხმარებით, რომ ბავშვებს ეს მათემატიკაც შევასწავლოთ. ვცდილობთ ამ ბავშვებს რაღაცნაირი განათლებაც და ღმერთიც, რომ ერთბაშად ვასწავლოთ ეს ყველაფერი, ქცევები, სახლში, გარეთ. აქ ძალიან ბევრი რამე ისწავლეს ამ ბავშვებმა. ეს ბავშვები არიან ქურთულენოვანი წარმოშობის ბავშვები.
და უკვე დიდი ხანია ჩვენთან ერთი თაობა გაიზარდა, ის ერთი თაობა უკვე თავიანთი შვილებით მოდიან, ახლა მეორე თაობა არის და ერთმანეთს პატიჟებედან თავიდან დავიწყეთ, ქუჩა-ქუჩა დავდიოდით, ბუტერბროდებს ვაურიგებდით ამ ბავშვებს და ისე მოვიპატიჟეთ ჩვენ ცენტრში და ახლა უკვე ერთმანეთს ეუბნებიან და ერთმანეთი მოყავთ აქ. ამ ბავშვებს არ აქვთ საბუთები, არც მოქალაქეობა, არც ბინადრობა. ეს არალეგალურად ცხოვრობენ საქართველოში. ამიტომ საბუთების გამო სკოლაშიც ვერ დადიან. და არა მარტო, არამედ მშობლებიც აიძულებენ, რომ ქუჩაში გამოვიდნენ და იმათხოვონ. დღეში მაგალითად 20 ლარი მაინც უნდა მიუტანონ მშობელს, თუ არა და სხვა შემთხვევაში სცემენ. მაგალითად ერთ-ერთი გოგონა, რომელიც გვიყვებოდა, რომ 11 საათზე გამოვდივარ სახლიდან და 11 საათზე ვბრუნდები ღამე სახლში, ანუ მთელი დღე ვარ ქუჩაში. წარმომიდგენია, რამდენად რთულია ბავშვისთვის, როცა მთელი დღე მუშაობს. და პასუხისმგებლობას გრძნობს, რომ უნდა არჩინოს თავისი ოჯახი 9-10 წლის გოგო. მოსულან ბავშვები დამწვარი, ანუ ღუმელზე აცხელებენ ყოფს და ადებენ სხეულზე, რომ მეორე დღეს იმდენი იმუშაოს შიშისაგან, რომ 20 ლარი ან 30 ლარი მაინც მიუტანოს დღეში. ძალიან რთული ცხოვრება აქვს. თან ერთი ბავშვი, რომელიც მოვიდა აქ ჩვენთან და ცუდად იყო, წამალი დავალევინეთ, დაწვა და დაიძინა. მთელი ეს ჩვენი სამუშაო დროს ეძინა. და მე რადგა ისევ სიცხიანი გავიდა ქუჩაში, რომ კიდე უნდა ემუშავა. და ჩვენც ხედავთ ამ ყველაფერს და თანავუგრძნობთ და ვცდილობთ, რომ ცოტათი მაინც რომ შევუმსუბუქოთ ცხოვრება და გავახაროთ და ვაჩუქოთ სითბო. სახლში ხო ძალადობას განიცდიან, ქუჩაშიც ხალხს მაინც და მაინც არ უყვარს, იმიტომ რომ ასე აწუხებენ მათ ხორობაზე და ქუჩაშიც ძალადობას განიცდიან. და ვფიქრობ, რომ ჩვენი ცენტრი ერთადერთი ადგილი არის, სადაც მოდიან უხარიათ და სადაც სითბოს და სიყვარულს ღებულობენ. ზოგჯერ ისე ჩაგეხუტებიან ხოლმე, რომ აი გრძნობ რო აშკარად ამ ბავშვებს ეს ჩახუტება აკლიათ. ჩვენ აქ ვცდილობთ ყველანაირად სითბოს სიყვარული ვასწავლოთ, ქცევები ვასწავლოთ, მაგრამ ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ისინი მერე ბრუნდებიან ქუჩაში, ბრუნდებიან ოჯახში და ცოტა რთული არის, რომ რადიკალური ცვლილებები დავინახოთ. თუმცა მაინც აქ იცვლებიან, ყოველ შემთხვევაში აქ უკეთ იქცევიან. დასაწყისში ყავდა ერთი ბავშვი, ბიჭი, რომელიც ძალიან სუსტი იყო და არც მეგონა თუ რამე გამოვიდოდა და ბოლოს გავიგე, რომ ისწავლა სამედიცინოზე, საექთნოზე და დღეს ექთნად მუშაობს და ძალიან გამიხარდა ეს.